ეს არ არის ორაგულის საცივი. ეს არის ორაგულის საცივივით. საცივი მარტო ინდაურის და ჰაჰა ქათმის. მაგრამ რა მოხდებოდა რომ გქონდეთ ორაგული და მოგინდეთ მოსაცივო რაღაც საკეთება, ხო? არის ეგ ვარიანტი ცხოვრებაში. შეიძლება ძალიან გემრიელიც გამოვიდეს. ამიტომ გამომყევით პატარა თავგადასავალში, რომ საახალწლო სუფრისთვის ოდნავ განსხვავებული რაღაც, რაც უფრო ეს თქვათ საინტერესო შეეყოს გავაკეთოთ. ეს არის დარდანელის ორაგული. არის გაყინული ვაკუუმით, შოკით გაყინული და როგორც ყველა მაღალი ხარისხის ორაგული, იმის უფრო უნებელი იყოს და რისკი არ იყოს რაღაც დავინძურების, ესეც არის გაყინული. ანუ გაყინვა კარგია თევზისთვის, მით უმეტეს სუშის ხარისხის თევზი გამურიცხულია რომ გაყინული არ იყოს. არ შეიძლება ზოგადად თევზის დაჭერა და რეალიზაცია ისე, რომ არ გაიყინოს. ეს ერთი. ახლა რა შეეხება შეღებვას. ზოგადად, როცა ორაგული იყო ველური და ველური ორაგულის დაჭერა აღარ შეიძლება კანონით დაარსად, იმიტომ რომ ბრაკონიერობა არის. ორაგული ჩადიოდა ხოლმე ოკეანეში და ჭამდა კრევეტებს და მაგარი რაღაცებს, რაც მას აძლევდა ამ ვარდისფერ შეფერილობას. გავიდა წლები, აიგზალა ორაგულის მოპოვება მაგ ფორმით და კრევეტები კიდე იმ ბასეინებში, სადაც ორაგულები იზრდებიან, ბუნებრივად არ ცხოვრობენ. ამიტომ ჭკვიანი ხალხი, მეცნიერები დაждდნენ და ამ ორაგულებს გაუკეთეს საკვები, რომელიც შედგება იმ კრევეტებისგან და იმ ბუნებრივი საღებავისგან, რაც ბუნებრივად ცხოველებში არის. ეს კი შეღებვაა, მაგრამ დაახლოებით ისეთივე შეღებვაა, როგორც სტაფილურო ჭამბევრი და ოდნავ კანი გაგიყვეთდეს. ან რამე მაგვარი. ანუ ეს არის ბიოაკუმულაცია და არანაირი კავშირი რეალურ საღებავთან არ აქვს. ის ნივთიერება, რაც ორაგულს ქმნის ამ ფრად, არის ბუნებრივი, ნატურალური საკვების ნაწილი. და შორეულ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ორაგული ეგეთი ძვირი იღის ზოგადად სოფლიოში, იმიტომ რომ დიეტა აქვს უბრალოდ მაგ თევზს საკმაოდ ძვირფასი. ეგრე ჭამს, სხვა არაფერი. ამიტომ რა კი ეს თემა მოვიშორეთ, შეგვიძლია კერძზე გადავიდეთ. ორაგული გავჭრათ, სასურველ ზომის ნაჭრებად. ვიღებთ ერთიათან ქეშუს და ნიგოს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მარტო ნიგოზი იყოს, შეგიძლიათ მარტო ქეშუ იყოს. რეალურად ნებისმიერი თხილეული შეიძლება გამოიყენოთ, იმიტომ რომ ბაჟეს პრინციპი არის ის, რომ თხილეული იყოს, ნიგზისეული, ესე ვთქვათ, და სითხე. ამიტომ ანუ ყველაფერსგან გამოდის ხომ ბაჟე რამე რო იყოს. მაგრამ ჩვენ ესე ვიზამთ, რომ ოდნავ ქართული გემო რო შევუნარჩუნოთ, ქეშუს შევურავთ ნიგოს. ჩავყრეთ ესე ფაფში, დავასხავთ წყალს ისე რომ დაიფაროს და შეგიძლიათ დიდ ბლენდერში, შეგიძლიათ ჩოპერში, რაშიც მოგინებათ, ბოლოს დააბლენდერეთ. დავჭრათ ნახევარი თავი ხახვი, ერთი კბილინი ორი, ეგეც ხახვთან ერთად შევურიოთ და შეგვიძლია დავიწყოთ მომზადება უკვე ორაგულის. გაცხელებულ ტაფაზე, კანის მხრიდან, ყოველგვარი ფქვილის გარეშე, რამე რო იყოს ოდნავ რომ მიიწვას, დაიშალოს, ეგეც კარგი დამატებით გემოს მიცემს ნახარს. ზოგადად, ორაგულის შეწვის ტექნიკები არსებობს ისეთი, რომ არ დაზიანდეს, არ დაიშალოს, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის. ჩვენ გვინდა რომ ნაფოტები გაძვრეს, ოდნავ მიიწვას, ოდნავ გემოები გაუშვას, რომ დავტოვოს ნამწვი ტაფაში. ის მერეც გავაკეთებთ ორაგულის არომატიან ბაჟესავით, საცევივით რაღაცას. შემოდან მოვაყაროთ მარილი და ვაცავთ დაბრაწვა. კანის მხრიდანაც მარილი და სრულიად საკმარისი არის. გადმოვიტანეთ დასასვენებლად. მას მერე ჩავაბრუნებთ უკან მერე მასაში. ვამატებთ ოდნავ ზეთს და ხახვს და ნიორს. და ხახვიდან ნიორით ვაკეთებთ დეგვაზირებას. ამასობაში არჩევთ ერთ ნაჭერს, რომელიც უნდა შეეწიროს დიდებულ მისიას. ეს სქემის ნაჭერი ყველაზე დაგიზიანდათ. ნაჭერს დებთ და შლით ამ მასაში. და აქედან იწყება უკვე კლასიკური ქართული კულინარია. ერთი სავსე ჩაის კოვზი, ყვითელი ყვავილი, ერთი სავსე ჩაის კოვზი ქინძი და უცხოსუნელი, კოვზის წვეზე დარიჩინი და კოვზის წვეზე მიხაკი. უწევთ ტემპერატურას, დაიწყოს ისევ მიწვა და ამატებთ ჩვენ დაბლენდერებულ ქეშუს და ნიგოს. იმიტომ რომ გამოტარებული არაა და დაბლენდერებული და თან ქეშუ აქვს, რა თქმა უნდა, არ დაждდება საცივის ფერზე, მაგრამ მაინც კარგი იქნება. დრო მარილის და წყალი წავახმაროთ თუ არ დაშრეს. აქ მაქვს ვაშლის ძმარი, ცუკის, რა თქმა უნდა, და ცოტა სიმჟავეს დავახმარ. იმიტომ რომ თევზს უხდება მაინც. დაახლოებით სუბრისყოს ნახევარი. რა თქმა უნდა, კლასიკურად არა, მაგრამ ოდნავ დაღრეულ წაკას გავუკეთებ, იმიტომ რომ გონი რომ სიცხარე ძალიან მოუხდება, მაგრამ თქვენ შეიძლება გამოტოვოთ. და ჩემი სუბიექტური აზრით ამის სერვირება ჯობია პირდაპირ ტაფით. ცხელში ვაბრუნებთ თევზს, იმიტომ რომ ეს თევზი ჯერ კიდე შეგნით ფრიად უმიარი. ბოლომდე მიყვანას უკვე იზამს соуსი. და ბოლოს შტიხად ლიმონიანი ზეთი. მარტივი, რაღაც დონეს ეფექტური კერძი, რომელიც ვარიაციაა რაღაც საცივზე.